ჯანდაბა გოგოებო, რა ცუდია რომ ესასწავლო წელი დამთავრდა, კიდე კარგი ვარჯიში მაინც გრძელდება. ხო, ძალიან საწყენია რომ ჩვენ შეყვარებულებს ყოველდღე ვერ ვნახავთ. Яна, ну ნერვიულობ, მოვლენ ხოლმე. რა კარგია რომ ესეთ რაღაცებზე ნერვიულობა მე არ მიწევს. აბა გოგოებო, დღეს რას ვაკეთებთ? რა არის ჩვენი გეგმა? დიანა, ჩემი გეგმა ეს არის, მშია, უნდა წავიდებ ჭამო. მე შხაპი მინდა. აუ მე ჩაი მინდა. კარგით გოგოებო, ზევით დაგელოდებით, თავს მოვიწესრიგებთ. კარგი ლეილა, ახლა მე სოსისის და ყველის სენდვიჩებს შევჭამ, მაგრამ იცოდე მწვრთნელს არ უთხრა არაფერი. Яна, სიმართლე რომ გითხრა, არ მადარდებს შენი ცხიმი. თუ რამე მწვრთნელი თვითონ შეამჩნევს ყველაფერს. ლეილა, სერიოზულად? ხო, კარგი, სოსისის რაღაც ნაწილს შევჭამ უბრალოდ. და სენდვიჩს მერე როცა ის დაიძინებს. ღმერთო დიანა, გუშინ შენი გამოსაშვები იყო და მთლიანი წოულების დედოფალი იყავი სმაილიკთან ერთად. იქნებ მართლა ბედია და უნდა ვაპატიო. მაგრამ არა, ძალიან ბევრი პრობლემა გამიჩნდა სმაილიკის გამო, ამიტომ არ ვაპატიებ. მორჩა. ლეილა, შეხედე კარგად, შეხედე, ერთი ცალი დევს, მხოლოდ ერთი, არ გავსუქდები. Яна, მართლა არ მადარდებს რამდენს შეჭამ. თან ძალიან კარგად გიცნობ, ყველა დაიძინებს, შემდეგ ჩამოხვალა ღამით და გაიკეთებ ყველაზე დიდ სენდვიჩს. ლეილა, რატომ იცინი? მაგალითად მე არ მომწონს გოგო, რომელიც ძალიან გამხდარია. შენი მეგობარი პომპეზურია, Яна, აღმოჩნდა რომ შენც პომპეზური ხარ. რაო? შენი მეგობარი პომპეზურია, ლეილა, აღმოჩნდა რომ შენც პომპეზური ხარ. რა? ეს რა არის? რა უცნაურია? SMS-ები გამოაგზავნეს დაფარული ნომრიდან. იქნებ ვინმეს ნომერი შეეშალა. სერიოზულად, Яна, ორივეს ერთად გამოგვიგზავნეს ერთი და იგივე მესიჯი დაფარული ნომრიდან? მაშინ წავიდეთ და დიანას ვკითხოთ, იქნებ იმანაც მიიღო მესიჯი. რას ნიშნავს ჩემი მეგობარი პომპეზურია? გოგოებო, ვინ ხართ პომპეზური? დიანა! ლეილა, ჩემი აზრით შენ ხარ პომპეზური, სულ ყოველთვის თავდაჯერებული ხარ და სულ დაკავებული. Яна, ჩემი აზრით შენ ხარ პომპეზური, იმიტომ რომ ყოველთვის ყველას უყვირი. აუ, არა და გასაგებია ვინც არის პომპეზური. მოდი აქ. დიანა, იცი რა, რაღაც მესიჯი მივიღე, უცნაურია. ნასია, მეც მივიღე იგივე მესიჯი, პომპეზურიო, ხო? ხო, დიანა, შენი მეგობარი პომპეზურია. აი, ნამდვილად რომელიმე ჩვენი კლასელი არის და თუ ასეა, არ ვიცი რას უზავ მართლა. გოგოებო, რაღაც უცნაური მესიჯები მოვიდა, რა არის ეს? შენი მეგობარი პომპეზურია. კარგით გოგოებო, მოდით საღამო არ ჩავიშხამოთ, ვიღაც გვეხუმრება ალბათ. ხო, გოგოებო, მეც ეგრე მგონია, ვიღაც გვეხუმრება. კარგით, ახლა ბროვასტის უნდა დაურეკო, იმიტომ რომ დღეს არც დაურეკავს და არც მესიჯი გამოგზავნია, რა არის ეს? Яна, ბროვასტი ერთი დღე მაინც დაასვენე, გუშინ გამოსაშვები იყო, მე ერთად უყურეთ მზის ჩასვლა, სულ ერთად იყავით. დაასვენე რა, დაიღალა ალბათ. მაგრამ ლეილა, დარწმუნებული ვარ და რომ მზის და ჩემზე ფიქრობს. აი, გესმის? დავასლოკინე, ესე იგი მართლა ჩემზე ფიქრობს, 100%-ით უნდა დავურეკო. Яна, ბროვასტის ელაპარაკები? კითხე, სმაილი ახლოს არის თუ არა? ხო? კი, ბროვასტი, ვისთან ერთად ხარ? სმაილთან? კი, აქ არის. აი, მე რა ცირკია. Яна, მე აქ არ ვარ ვითომ. ბროვასტი რა, ვისთან ვარ? დიანასთან არა. დიანა, აი ნახე არ არის. გოგოებო, სულელები ვითიქცევით. თუ ესე მოგწყინდეთ დაპატიჟეთ აქ სახლში და გაერთეთ. რა არის? რა, მე აქ არ ვარ, ვინ არის აქ? რა არის ეს? ხო გეუბნები ცირკი? კარგი ბროვასტი, კოცნი, კარგად. გოგოებო, ვფიქრობ რომ მართლა უნდა დავპატიჟოთ ბიჭები. ჩვენ აქ ძალიან მოვიწყინეთ და ისინი გაგვამხიარულებენ მაინც. რა სიტყვით? ეიცი რა გოგოებო, თუ აქ ბიჭები მოვლენ, მე წავალ აქედან. როგორც მესმის, ჩვენი თავის მოვლის საღამო ჩაშხამებული იქნება, არა? Яна, არა, ბიჭები არ მოვლენ აქ. თან იცი ალბათ როგორი ურთიერთობაც მაქვს სმაილთან. გუშინ რომ მასთან ერთად ვიყავი, ეგ მხოლოდ იყო ერთი დღით, მხოლოდ გამოსაშვებზე. რავი, მე ალბათ დავურეკავდი. დიანა, ხო, გითხარი, აი, სახეზე გაწერია რომ სმაილ დამიბრუნდი, გთხოვ. ნასია, რას ამბობ? რაღაც მუთუმები მოიგონა, საერთოდ არ მჭირდება სმაილი. და აი, ნამდვილად სმაილი რეკავს, კარგი, მე სახლში წავედი. მარიუსა?
ლეილა დაჯექი თუ შეიძლება მარიუს არ ეკავს. მაინტერესებს რა უნდა მოიცა? გამარჯობა მარიუსა. რა უნდა გაიგე აბა? იქნებ უნდა რომ სკოლაში თავის კარადიდან რამე ავიღოთ და მივცეთ. დაიწყო რა, აი სკოლა მორჩა, მაგრამ მაინც არ გვანებებენ ეს ლუზერები თავს. იანა უთხარი რომ ჩვენგან თავი შორს დაიჭირონ. მარიუსა რა გინდა? მე ვარ პომპეზური? აჰა, აი ახლა გავიგეთ ვინ გზავნის ამ მესიჯებს ჩემთან და ჩემს მეგობრებთან. შენ ხარ და საერთოდ ყველა თქვენგანი, თქვენ ხართ პომპეზურები. მომისმინე მარიუსა, გინდა რომ სახლში მოხვიდე ჩემთან? ჩვენ არ გეხებით, შენ რატომ გვეხები? მოხვალ იცოდე და ვიჩხუბებთ. მომედიანა მეც დაველაპარაკები. მომისმინე მარიუსა, თავი დაგვანებე საერთოდ, თორემ მხოლოდ ბროვასტისთან დარეკვა დამჭირდება იმისთვის, რომ მოვიდეს და გაგანადგუროთ. გოგოებო, უბრალოდ გავთიშეთ და აღარ დაელაპარაკოთ. ამიტომ არიან ლუზერები, სკოლა მორჩა, საქმე აღარ აქვთ და ახლა ჩვენ გვაწუხებენ. არა ლეილა, ესე ვერ დატოვებთ საქმეს. სწორედ ამიტომ ვეძებთ შეყვარებულებს, რომ იმათ შეეშინდეთ და აღარ მოვიდნენ ჩვენთან. ნასტია, ეგეთ ბიჭებს სად ეძებ? მარიუსა, გაიგე? იანა მომაწოდე? მოკლედ მარიუსა აღარ დარეკვა. გაიგე? თორემ მე მართლა დავურეკავ სმაილს და იანა ბროვასტის. მომაწოდე დიანა აქ. მარიუსა, კარგად მომისმინე. დიანა, იცი რა თქვა? რა თქვა იანა? რა და რომ სმაილს შენ არ ადარდებ? აი გაიგეთ გოგოებო, სმაილს აღარ ვადარდებ, აღარ უყვარ ვარ და თქვენ მეუბნებით რომ შევიყვაროთ ისევ ერთმანეთი? გოგოებო, დაწყნარდით, ახლა ზევით ავალთ, სახის ნიღბებს გავიკეთებთ და დავმშვიდდებით, დავწყნარდებით. კარგი. დიანა, მოვედით. დაგაკუნებას აზრი არა აქვს, დაკეტეს და მორჩა. ხო, უკვე შეგიძლიათ სახლში დაბრუნდეთ, ეზიზღებიან ეს ჩირლიდერები. ჯანდაბა, ახლა ვინ გამოვიდა? მე მგონი დღეს ჩვენ პროცედურებს ვეღარ ჩავიტარებთ. ალბათ ბროვასტი არის, დიანა, ხო არ გააგდებ? იანა, ბროვასტი სმაილის მეგობარია, აქ არაფერი ესაქმება. გოგოებო, შხაპის შემდეგ არ წამისვამს მაკიაჟი, კარგად გამოვიყურები? ჰა, მითხარით. ნასტია, რატომ ვცდილობ რომ ბროვასტის გაეპრანჭო? რა გინდა მშვენივრად გამოიყურები? ხო, გოგოებო, წავედით. მომისმინე დიანა, რა მეთქვი მარიუსას შესახებ? იცოდე, მოგკლავთ. გაიგე არტემ, განადგურე, თორემ მე პომპეზური დამიძახა და საერთოდ ყველა ჩვენგანაც დაგვიძახა. კარგი დიანა, აქ მოდი. საერთოდ ნორმალურები ხართ? ღამე არის გარეთ, ასე რატომ შემოიჭერით? ხო, საერთოდ რა უფლებით შემოდიხართ ამ სახლში? რატომ მოხვედით აქ? ხო, წადით, თავს უვლით ამ საღამოს. არა, ჩვენ არცად არ მივდივართ, ყველაფერს გავარკვევთ. ჩვენ გოგოებს ქედმაღალი რომელმა დაუძახეთ, ისინი ქედმაღლები არ არიან. თქვენ უკვე ძალიან თავხედები გახდით. ამას არ ველოდებოდი, ბროვასტის ველოდებოდი და ამათ აქ რა უნდათ? არა გოგოებო, ეს ნორმალური არ არის. ჩემ სახლში რა დაავიწყდათ? იანა, შენ რას ფიქრობ? უბრალოდ დასარჩენი ადგილი არ აქვს და ჩვენთან მოვიდნენ. არა გოგოებო, ახლავე მოაგვარებ ამ ყველაფერს. ჰეი, თქვენ მომისმინეთ, აწიეთ ერთი ადგილი და წადით აქედან საერთოდ. ხო, მომისმინეთ ამ ბოლო დროს ხშირად მოდიხართ რატომღაც ჩემ სახლში. შეგვიძლია ზაფხული მაინც გავატაროთ თქვენს გარეშე? მომისმინე დიანა, ვის დაუძახე პომპეზური, ჰა? დიანა, ეს შენვენებშია, ჯიჯიზე რო კარგად ილაპარაკო არ შეგიძლია. მხოლოდ ჯიჯისთვის კი არ დაუძახებია პომპეზური, მეც დამიძახა. ბავშვებო, ეს ნორმალურია? ტელეფონზე მითხრა რომ ყველა ჩვენ პომპეზურები ვართ. დიანა, მოდი აქ. კარგი დიანა, სმაილი გარშემო არ არის და საშიშია, ხო? აბა დიანა, ვინ არის პომპეზური? დაწყნარდი მარიუსა. მომისმინე, სხვათა შორის ჩვენ ყველა მივიღეთ SMS-ი, რომელიც ამბობდა შენი მეგობარი პომპეზურია და რა არის ეგ? ხო, თქვენ დაწერეთ ეს, არა? ამიტომ მოგგითხართ რომ პომპეზურები ხართ. გაგიჟდით, ჩვენ არ დაგვიწერია ეგეთი რამე. უბრალოდ ვისხედით და თქვენგან მესიჯები მივიღეთ. ხო, ყველას მივიდა შეტყობინება და ეწერა რომ შენი მეგობარი ქედმაღალია. ამ შეტყობინების გამო ყველა გვეჩხუბა. ხო, ჯიჯი მიწაზე დამაგდო. პატრიკ, ვიცი რომ შენი ბრალი არ არის. ღმერთო, უკვე დამცხამდე იმ დრამების გამო. და თუნი აქ ცხელა რა, ნახე ამათმა რა გააკეთეს. გაჩერდით, თქვენც მიიღეთ მესიჯები? მაგრამ ჩვენ არ მოგვიწერია. ჩვენც მივიღეთ ზუსტად იგივე მესიჯები. რა ხდება საერთოდ? ჯანდაბა, მართლა რა ხდება? არა, ეს გაიგეთ? ცდილობენ რომ მოგვატყუონ. ვინ არის პომპეზური? ხო, მიდი მარუსა, უპასუხე. კარგით მეგობრებო, საკმარისია. აქეთ წამოდი. კარგით მეგობრებო, ცოტა დაწნარდით, თორე ქაოსი შეიქმნება. ასეა საჭირო, უნდა ისწავლოს, რომ შეურაცხყოფა სხვებს არ მიაყენოს. მეგობრებო, ეს უბრალოდ ხუმრობა იყო. თქვენ ხუმრობები არ გესმით? ხო, მეგობრებო, ეს მართლა ხუმრობა იყო. მე არ მადარდებს ეს მართლა იყო ხუმრობა თუ არა, უბრალოდ დიანამ უნდა გნახოს. ხო, შენი და დიანოს ურთიერთობა დამთავრებული. ჯანდაბა, ახლა ყველას ეტყვიან, რომ ჩემი ბრალი იყო. მორჩა, გამოთავისუფლეთ. არა. დიანა, ახლა შენ ნამდვილ გმირს დამიძახებ. ჯანდაბა,
კარგი, ახლა გვეტყვი ყველას თუ უნდა დაგეხმაროთ. მოიცადეთ. მოკლედ გოგოები და მე ვისხედით ჩვენთვის, როდესაც თქვენ მოხვედით, მაგრამ თქვენამდე ესენი მოვიდნენ და ვერ გავიგეთ რა ხდება, მესიჯები მივიღეთ. რა არის საერთოდ? მოკლედ Smile დიანას შენი ნახვა არ უნდა. მეგობრებო, კარგით რა წავიდეთ. არა, არსად არ წავალთ, არ დავტოვებთ, სანამ სიმართლეს არ იტყვის. კარგი Smile, მიდი, ყველა შენ გელოდება. დიანა. ბროვასტი, აქ ხარ? არ ნერვიულო მოვაგვარებ ყველაფერს. Smile, არ მჭირდება შენი მობოდიშება და ახსნები. გუშინ გითხარი რომ მხოლოდ ერთი დღით ვიყავით ერთად გამოსაშვებზე. ხო, ბიჭებო, არ უნდა მოგიყვანათ ეს Smile-ია. დიანა, ეს ყველაფერი სასოწარკვეთილების გამოვქენი, მინდოდა ისევ ერთად ყოფილიყავ და ამის მიუხედავად, თქვი რომ ჩემი შეყვარებული ქედმაღალია. დიანა, Smile-ს ძალიან უყვარხარ. რა Smile, არ მესმის, ყველას მიწერე რომ პომპეზური ვარ. გესმის საერთოდ რომ ყველა ერთმანეთთან გვაჩხუბე? Smile, მოდი აქ. შენ დაწერე, არა? წარმოდგენა გაქვს ახლა რას გაგიკეთ, მოკლედ რა Smile, ჯოჯოხეთში მიდიხ. მოიცადეთ, ჩხუბი ქუჩაში. ბროვასტი, ფრთხილად იყავი. დიანა. ნახეთ გოგოებო და თქვენ მეუბნებოდით რომ შევრიგებოდი, ამასთან არ ვიქნები. დროა დიმა, მიდი. კარგი კოსტა. დიანა, ხო გახსოვს, მე ქედმაღალი არ დაგიძახე. დიანა. ლეილა, შენს გაქვს ყუთი? ხო, ნასტია, ყველას გვაქვს შანსი. ხო, მაგრამ არ თქვი რომ სკოლიდან არავინ არ მოგწონდა? არ მადარდებს რა ვთქვი. ხო, მაგრამ გესმის რომ ეს ბიჭი მე დიდი ხანია მომწონს და შენ თქვი რომ არავინ არ მოგწონს სკოლიდან. ნასტია, შენთვის რა განსხვავება არ მე რა ვთქვი, შენი ყუთი გაქვს, მე ჩემი მორჩა. კარგი ლეილა, მაგრამ იცი რომ არანაირი შანსი არ გაქვს, ხო? იცი რა ჯიჯი, ყველაზე დიდი შანსი მე და მარიუსას გვაქვს. ჯული, რატომ ფიქრობ ეგრე, მეც მაქვს შანსი. რატომ და რეკლამამ თქვა რომ ის ეძებს ყველაზე მაგარ და მაღალ გოგოს. და ჯიჯი, თუ არ შეამჩნიე ყველაზე მაღლები მე და ჯული ვარ, ჩემ პატარა ხარ. მარიუსა, გესმის საერთოდ რას ამბობ? იცი აქ მე როგორი მაღალხუსლიანები მიდევს? არ იცი, ამიტომ გაჩუმდი. ნასტია, მე მგონი მარტო ჩვენ არ ვართ ვინც რეკლამა ნახა. ხო, და ნერვები მეშლება, ამათაც აქვთ ყუთები. და კითხვა არის, რატომ შეყვარებულები ხომ ყავთ? ლეილა, შენნაირად არიან, უბრალოდ ცდა უნდა. ჩირლიდერებო, თქვენს გაქვთ ყუთები? დავაგვიანე, ხო არ დაწყებულა. კნოპა, შენც მოხვედი და მე მგონი არასწორ ადგილას ხარ. ჯიჯი, დამოვიწყდა რომ შენთვის მეკითხა. ჩემი პატარა ყუთი, იმედები არ გამიცრუოთ რა. რა შურჩულებ? ჩემი ფეხსაცმელი იმედებს არ გამიცრუებს, იმიტომ რომ ძალიან მაგარი მაღალხუსლიანებია. Яна, ღმერთო, იმდენი ნაგავი მიყრია ჩემს კარტაში, არ ვიცი როგორ წავიღო. დიანა, ნაგავს კი არა, მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან რაღაცებს წავიღებ. ვა, თქვენ აქ რა დაგრჩათ? თქვენს ნაგუშთვის მოხვედით? არა, დიანა, აქ სხვა მიზეზის გამო ვართ. ხო, დიანა, შენ შეგიძლია აიღო ეს შენი ნაგავი და წახვიდე, იმიტომ რომ აქ რაღაც გვაქვს დაგეგმილი. ხო, დიანა, და შენ ვერ მიხვდები. Яна, გაიგე საერთოდ რამე? რაზე ლაპარაკობენ? ვერაფერი გავიგე, ვერ მივხვდი. სხვათა შორის ლეილა და ნასტია დღეს რატომ არ იყავით ვარჯიშზე? გამაგებინეთ. დიანა, რაღაც საქმის გამო გავაცდინეთ. ხო, მაგრამ როგორც ვთქვი, შენ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ვერ გაიგებ. ჯანდაბა გოგოებო, ამ ბოლო დროს ძალიან გაფანტულები ხართ. არა, ეგ სწორი სიტყვა არ არის. მისმენთ გოგოებო, თუ კიდევ ერთხელ გააცდენთ ვარჯიშს, ჩემი ხელით დაგარტყავთ, გაიგეთ? კარგი, Яна, დამშვიდდი. გოგოებო, აღარ გააცდიოთ ვარჯიში, თორემ ასე ივლით საქმეებზე და მერე ბოლოს ჩილდერები აღარც იქნებით. იქნებ ლურჯი მოწონს? არა, ჩემი აზრით ვარდისფერი მოწონს. მარიუსა, დაამთავრე ამ ვარდისფერთან რა. მისმინე ჯიჯი, არ მინდა რომ გაწყენინო, მაგრამ შენ მართლა ვერ მიიღებ. კნოპა, საიდან იცი? დამიჯერე, კარგად ვიცნობ. გოგოებო, გამარჯობა. გაჩერდეთ ბიჭებო, დისტანცია. ჯიჯი, ეს რა არის? მომისმინე მარუსა, ტრაბახი გადაწყვიტე. ახლა დაიწყება. ლეილა, კარგია, იმიტომ რომ ამათ რა ისაქმება, შეყვარებულები უკვე ყავთ. მისმინეთ ბავშვებო, წამოვიყვანოთ, ჩვენ უკეთესი შანსი გვექნება, იმიტომ რომ ასე ძალიან უნდათ. Яна, გესმის? იქ რაღაცაზე ლაპარაკობენ. ჰეი, ლუზერებო, რაზე ლაპარაკობთ? ჩვენს გვაინტერესებს. ხო, შენ გეტყვიან. Яна, შენი ნივთები აიღე კარადიდან? ხო და მორჩა, შეგიძლია წახვიდე, ხვალ მოვალთ ვარჯიშზე. მორჩა გოგოებო, დროა, წავედით. და თქვენ სად მიდიხართ? პატრიკ, თუ ჩავიჭრები, შენთან მოვალ. კარგი ჯიჯი. რა პატრიკ, ვერ ხვდები, იქ რა უნდა მოხდეს, რატო უნდა დაეცეს? მე არ მადარდებს იქ რა მოხდება, მთავარია რომ დაბრუნდება. პატრიკ, ვერ ხარ კარგად, მგონი ტვინი საერთოდ არ გაგ. მარუსა, უკან დაბრუნდი. ეს გესმის, Яна, ნეტა იქ რას აკეთებენ? ძალიან მაინტერესებს, ავიდეთ და ვნახოთ. არა, დიანა, კაფეტერიაში მინდა, კარბონარას ჭამა მინდა. Яна, შეწყვიტე კარბონარას ჭამა.
ხო, კარგი დიანა. წავედით. მოკლედ კოსტა დღეს რაღაცები მოხრა დიმა მითხარი. ავტობუსში ერთი გოგო ამოვიდა და მას ჩემი ადგილი დაუთმე. მოხუცი იყო თუ შენი ადგილი რატო დაუთმე? კოსტა უბრალოდ ზედმეტად მაღალი იყო. ავტობუსშიც კი ვერ ეტეოდა. ზედა ლუქი გააღო. ძალიან შემეცოდა და დაუთმე. და მე რა მითხრა სიმპათიურო ნომერს არ დამიტოვებ და შენ რა ქენი? კოსტა რას ვიზამდი დაუტოვე ამ საღამოს დამიერეკავს. დიმა ვერაფერი გავიგე, გაკვეთილები მორჩა, ისინი ისევ რატო დარბია, დარბაზში მიდიან, რაღაც აქვს დაგეგმილი. ვაიმე ძმაო, აქ რა დაგრჩენია? გამარჯობა დიარა, მიხარია შენი ნახვა. გოგოებო, თქვენ აქ რას აკეთებთ? გაკვეთილები მორჩა, არდადეგები დაიწყო. დიმა, უბრალოდ გულმა მიგრძნო, რომ დიმა სკოლაში იყო და მაგიტომ გამოვიქეცი ეგრევე შენ სანახავად. კარგი ძმაო, დიანა ხუმრობს, უბრალოდ ჩვენი ნივთების ასაღებად მოვედით. ხო, მეტი არაფერი. კარგი დიანა, მესმის შენი, მაგრამ არ მადარდებს გულმა რა გითხრა, მე ურთიერთობაში ვარ მოდელთან. დიანა, დიმას ყურადღება არ მიაქციო, ხუმრობს. კარგი, ხომ არ იცით ეს ლუზერები სად გაიქცნენ? ხო, თან რა ედოთ ყუთები? ისინი ძალიან სწრაფად გაიქცნენ. ხო, ყუთები ვერც დავინახე, დარბაზისკენ გაიქცნენ, ჩემი აზრით რაღაც აქვს დაგეგმილი. კარგი დიმა, წავედით. წარმატებები. ნახეთ გოგოებო, მაღალი და ლამაზი. მე შევდივარ. მოიცადე? ჯიჯი, შენთან შედარებით მე მაქვს ბევრად მეტი შანსი, ამიტომ მე შევალ პირველი. გაიგე? კარგი, ნასტია შევა, სანამ მე ფეხზე ჩავიცვამ. ეს ნახეთ გოგოებო? აჰა, ესე იგი ცოტა შანსი გაქვთ. ამით როგორ ივლი? ჯანდაბა, მე უფრო დაბალი მაქვს. მარიუს, არ ნერვიულო, ჩვენ ნასტიაზე მაღლები ვართ. აბა გოგოებო, ის ჩემი გახდება. კაი ერთი, მაღალი ხარ, მაგრამ ძალიან არა. ჩემი ქუსლებით მე უფრო მაღალი ვიქნები. აბა სმაილ, გავიგე რომ მაღალ გოგოს ეძებ, ამიტომ შენი გულისთვის ამეებზე ვივლი. ვა, მგონი ის იანაზე მეტად მომწონს. იანამ ქუსლებით სიარულიც არ იცის. ნასტია მაგარი იყო, ოჩახ, მაგრამ ყველა უნდა ვნახო, რომ საუკეთესო ავირჩიო. იცი რა სმაილ, ჩემზე უკეთეს მაინც ვერ იპოვი. გეტყოდი ვინ არის გარეთ, მაგრამ თავს არ შევიწუხებ. არა სმაილ, ნასტია მაგარია, ის ჩირლიდერია. არა ბროვასტი, ჩირლიდერების დრო მორჩა. შემდეგი. გოგოებო, არ მეტევა. და ჩვენ რა ვქნათ? ჯანდაბა, გამყიდველმა შემთხვევით სხვა ზომა მომცა. ძალიან კარგი, ჩვენ მეტი შანსი გვექნება. გოგოებო, შემდეგი მე შევდივარ და ჩემი ქუსლიანები იმედებს არ გამიცრუებენ. ჯიჯი, იჩქარა, შემდეგი მე შევდივარ გოგოებო, იცოდეთ. ჰეი, მომისმინე შენ მწვანევ, ჩემი ქუსლები არის ყველაზე მაგარი და ყველაზე წარმატებული. შეხედე, ნახე. ვა, შეხედე, ჯიჯიც მაგარია. ბრაუს, ჯიჯიც მაგარია, ნასტიაც მაგარია. აქ გოგოს ჩემთვის ვარჩევ, ჩემთვის კი არა. კარგი ხო, მესმის, ჩუმად ვიქნები. აბა სმაილ, მე და შენ ახლა ერთად ვიქნებით? იცოდეთ, ცეკვა შემიძლია. მომისმინე ჯიჯი, რა თქმა უნდა მომწონ ხარ ქუსლებზე, მაგრამ შემდეგი. ჰეი, მომისმინე ქერა უმწვანე მაისურში, ჩემი პატრიკი შენზე ბევრად უფრო სიმპათიურია. მოკლედ, ჩაო ბამბინო, წარმატებას გისურვებ. სმაილ, შეხედე, დანს როგორ ამოძრავებს. ბროვასტი, ნამდვილად კარგად ხარ. შემდეგი. აბა რაო? გოგოებო, ფაქტობრივად მე ამირჩია უკვე, მაგრამ უარი ვუთხარი, თან ასე ვუთხარი, ჩემი პატრიკი შენზე ბევრად სიმპათიურია. ჯანდაბა ჯიჯი, უარი არ უნდა გეთქვა. არ მესმის რა ხდება აქ? უცბად არ გითხრა ნამათმა რა. აი ვეძებ ძალიან მაღალ და მაგარ შეყვარებულს. ვინ ეძებს მაღალ შეყვარებულს? ვინ არის ეს? მოიცა არ მესმის, ბროვასტი სად არის? დიანა, ეს შენი სმაილი შენ გეძებს, მაგრამ დაშორდით, აღარ ხარ წყვილი. თითქმის მე ამირჩია, რომ იცოდეთ. რა? სმაილმა? რა? როგორ შეიძლება? სხვათა შორის შემდეგი მე ვარ, ჩემი ჯერია. ვაუ, რა მაგარი ფეხსაცმელებია. ხო, და ჩემია, ამიტომ სმაილი მე ამირჩევს. გოგოებო და სმაილი ვისთან ერთად ეძებს მაღალ და მაგარ გოგოს? ბროვასტისთან ერთად. რა, ეს როგორ შეიძლება? ზედმეტები მოსდით უკვე. ხო, და თქვენგან არც ერთი არ შეხვდება სმაილს, გაიგეთ? მოაშორეთ ეს ფეხსაცმელები. დიანა, რა, შენი ურთიერთობა დამთავრდა უკვე სმაილთან. არა დიანა, შეგიძლია ცოდო შენი ბედი, მაგრამ ესეთი ქუსლები გჭირდება. დიანა, გააქვს ეგეთი ქუსლები? არა. კარგი, წავედით, რამეს მოვიფიქრებთ აუცილებლად. წამო. ვა, კნოპა, შენი ყოფილი, შეხედე მისი საკინძეები როგორ ანათებს. ო ბროუს, ის მაგარია, მაგრამ მაინც ყოფილია. შემდეგი.
ისმაილ, ამირჩიე, მაღალი ვარ. არა კნოპა, შენ ყოფილი ხარ, არ მინდა რომ ყოფილს შეურიგდე. კარგი, ისმაილ, ორმხრივია ეგ. ისმაილ, არც ეს არ მოგწონს, არც ისინი, საერთოდ იცი რა გინდა. პროვასტი, მართლა არ ვიცი, წარმოდგენაც არ მაქვს. რატომ კიდევ დიანა გიყვარს? არა, დიანა აღარ მჭირდება. არ ვიცი, ისმაილ, უბრალოდ უცნაურად იქცევ, ისინი ყველა ლამაზები იყვნენ. პროვასტი, თავი დამანებე, შემდეგი. ჯანდაბა, არ მეტევა. მარიუსა, არც მე. და რა ვქნათ ახლა? არ ვიცი, ვერაფერსაც ვერ ვიზავ, წავედით. არა, ჯული, უნდა შევიდეთ. თითისერებზე? ხო, კარგი, შევიდეთ. გამარჯობა, სმაილ. ვა, ბომბები, რაკეტები. გოგოებო, გარეთ რომ განცხადება ეწერა, არ წაიკითხეთ? კი, წავიკითხეთ. ჩვენ სკოლაში ყველაზე მაღლები ვართ. შეხედე, მართლა რა მაღლები არიან, არ მოგწონს? კარგით გოგოებო, მორჩა, ნახვამდის. არაფერი გესმის. ამის გაკეთება არ იყო საჭირო. აბა, გაიგეთ რა დაგეგმეს. დიმა, შენი საქმე არ არის, ქუსლიანები ხომ არ გაქვს? ხო, თან 20 ქუსლია, გამოგადგებათ? მის მინე დიმა არ ხუმრობ, საქმისთვის გუჭირდება. დიანა, რა უნდა გავაკეთოთ? დიმას ფეხსაცმელებზე რატო ეკითხები? ყუთებში ეგელაგათ, ხო ესე იგი? იქ სმაილი თავის საცოლეს ირჩევს. ხო, დიანა, წარმომიდგენია, მე არ მჭირდება ისედაც მოდელთან ვარ. ხო, თქვენი ურთიერთობა დამთავრებულია. დიანა, ამათ არაფერი ესმით. ხო, ჩემს სმაილს არავის არ დაგუთმობ. მოკლედ, დიანა, კაბა მაქვს, სპეციალურად ვინახავდი სმაილთან პაემნისთვის. მისმინე, დიანა, ლამაზი კი ხარ, მაგრამ ქუსლები გჭირდება. დიანა, დარწმუნებული ვარ, რომ სმაილი უარს ვერ მეტყვის, როცა ამ კაბაში დამინახავს. კარგი, მაშინ რაღაც ელოდები, წამოდი, გამოიცვალე. წავედით საპირფარეშოში, სმაილს არავის დაგუთმობ. დიმა, დიანა, ეს შენ? დიმა, შენი დრო არ მაქვს, წადი შენს მოდელთან. ხო, ჩემს მეგობარს არც შეხედო. ღმერთო, ისინი ისევ მეგობრობენ. გაიწიეთ. კაბა ჩაუცვამს. ჩვენ მაღალ ქუსლებში არა გვარჩია და ეს ბოტასებით მოვიდა. დიანა, ქუსლები არ გაცვია, შენი შანსი არის 0, მან მე შემამჩნია. ნასტია, დამშვიდი, დიანა, შენი უბრალოდ არ მესმის, სმაილს დაშორდი, მაგრამ ახლა მიდიხარ და ცდილობ რომ უკან დაიბრუნო, რა ხდება? მომისმინეთ გოგოებო, ჩემს ურთიერთობას მე გადავწყვეტ. ხო, ახლა მართლა, გაიწიეთ. წამომეგობარო. არ მესმის აქ რა ხდება, მაღალ და უმაგრეს გოგოს ირჩევთ? ისევ ყოფილი მოვიდა. დიანა? მისმინე სმაილ, ეს ყველაფერი რას ნიშნავს? მაღალ გოგოს ეძებს თურმე. რა თქმა უნდა, არ მაქვს მე მაღალი ფეხსაცმელი, მაგრამ აბა ჩავიცვი შენთვის. იქნებ შემომხედო მაინც. დიანა. თუ შანსი არ მაქვს. პროვასტი, ვის აშტერდები შენ? იანა, არავის არ უყურებდი, რომ შემოდიოდნენ თვალებს ხუჭავდი. პროვასტი, იანა, მარტო დაგხვდოვეთ. ყოჩაღ მეგობარო, მიდი დაიბრუნე შენი ქერა. კარგი, პროვასტი, გავედით აქედან. ახლა გადავწყვეტ ყველაფერს. პროვასტი, ვის უყურებ? ფრთხილად იყავი, გიცნობ? დიანა. რა, სმაილ, დამშორდი და მორჩა ყველაფერი, ახლა ეძებ მაღალ და მაგარ გოგოს? ხო, ხედავ, არავინ არ ამირჩევია. კარგი, სმაილ. მინდა რომ ჩვენი ურთიერთობა დაბრუნდე. კარგი, მაშინ შეგვიძლია მართლა? მართლა. მაგარია. აბა ბავშვებო, ისევ წყვილი ვართ. დალაიქეთ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ შემდეგ მაგარ ეპიზოდებს. ნახვამდის! კარგად. მისმინეთ გოგოებო, ძალიან გაფანტულები ხართ ამ ბოლო დროს საერთოდ. დიანა, ესენი გოგოებო, ამ ბოლო დროს ერთად რას მოკლედ კოსტა, დღეს რაღაც დამემართა. დიმა, მითხარი რა მოხდა? ავტობუსში ერთ ლამაზ გოგოს ჩემი ადგილი შევთავაზე. რატომ შესთავაზე? მოხუცი იყო? არა, უბრალოდ ძალიან მაღალი იყო და ავტობუსში ვეღარ ეტეოდა.